ჩვენ სამყაროში ყველაფერს ყავს თავისი ოპონენტი, მათ შორის ნივთიერებებსაც. იმის გარდა, რასაც ჩვენი თვალით ვაგვირდებით, სამყაროში კიდევ მრავალი საოცარი რამ იმალება. კოსმოსი მხოლოდ დამზერადი მატერიისგან არ შედგება, არამედ იქ ისეთი სუბსტანციებიცაა, რომელთა დანახვაც არ შეგვიძლია. მათ შორისაა ანტიმატერიაც. მატერია და ანტიმატერია კოსმოსში გაფანტული ნაწილაკებისგან შემდგარი ნივთიერებაა. ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებით. ანტიმატერია, იგივე ანტინივთიერება, ანტინაწილაკებისგან შედგება. თანამედროვე წარმოდგენებით, ესაა ძალები, რომლებიც მატერიის სტრუქტურას განსაზღვრავს, ანუ ბირთვების წარმომქმნელ ძლიერ ურთიერთქმედებას. ატომებისა და მოლეკულების წარმომქმნელი ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება აბსოლუტურად ერთნაირია, როგორც ნაწილაკებისათვის, ისე ანტინაწილაკებისთვისაც. ეს ნიშნავს, რომ ანტინივთიერების სტრუქტურა უნდა იყოს ჩვეულებრივი ნივთიერების სტრუქტურის იდენტური. არსებობს ბევრი მოსაზრება თემაზე, თუ რატომ არის დამზერადი სამყარო შემდგარი მატერიისგან და არსებობს თუ არა სხვა სამყაროები. შემდგარი პირიქით პრაქტიკულად მთლიანად ანტინივთიერებებისგან. მოდი გავიგოთ უფრო მეტი ანტიმატერიის შესახებ. სასარგებლოა თუ საშიშია ის სამყაროში ძალთა წონასწორობისთვის. დღეისათვის რაოდენობრივი ასიმეტრია მატერიასა და ანტიმატერიას შორის ფიზიკოსებისათვის ერთ-ერთ ამოუხსნელ ამოცანას წარმოადგენს. სავარაუდოდ ასიმეტრია მოხდა პირველივე წამს დიდი აფეთქების მერე. აქ კი ტერმინი ანიჰილაცია უნდა ვახსენო. ანიჰილაცია ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების ერთმანეთთან შეჯახების მერე სხვა ნაწილაკებად გადაქცების რეაქციაა. ელექტრონისა და მისი ანტინაწილაკის პოზიტრონის ანიჰილაციის დროს გამოსხივდება 3 ფოტონი. დიდ ენერგიებზე შესაძლებელია მეტ ფოტონებადაც გადაქცევა, ხოლო ასეულობით მევ ენერგიაზე ეს ნაწილაკები ჰადრონებად გადაიქცევა. ანიჰილაციის დროს ენერგიის 50% ნეიტრინოების სახით გამოსხივდება. დაბალი ენერგიის ნეიტრინოები კი თითქმის არ ურთიერთქმედებს მატერიასთან. მათთვის რამდენიმე დედამიწის ზომის პლანეტის წიაღში გავლა პრობლემას არ წარმოადგენს. ანუ ანიჰილაცია ნაწილაკ-ანტინაწილაკის წყვილის წარმოქმნაა. თუ ხსენებული ანიჰილაცია მართლაც ხდება, ამ მატერიის თავმოყრის ადგილი სხვაზე მეტად ელვარე უნდა იყოს, რენტგენის დიაპაზონში. მართლაც გალაქტიკის ცენტრალურ ნაწილთან, ასეულობით სინათლის წლის ზომის რეგიონში გარკვეული ანომალია იქნა შემჩნეული გამოსხივების სივრცობრივ განაწილებაში. კერძოდ, ცენტრიდან გარეთ გამომავალი სუსტი გამოსხივების სახით. აღნიშნავ, რომ ამ სუსტი ნაკადების წყარო სწრაფად მბრუნავი პულსარები და ზიახლების აფეთქება და სხვა ნარჩენები შეიძლება იყოს. ასეთნაირად მიღებული გამოსხივების განაწილება ზოგიერთი მოდელებით მიღებულ შედეგებთან კარგად კორელირებს, რომლებშიც ბნელი მატერიის ანიჰილაცია ფიგურირებს. თუ სხვა პრაქტიკული მტკიცებულებების მიღებას მოხერხდა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გარღვევა ბნელი მატერიის ბუნების გარღვევის საქმეში. მატერიისა, რომელიც სამყაროს დომინანტ მატერიას წარმოადგენს და ასე გვადარდებს ჩვენ მეცნიერებს. პირველი ობიექტი, შემდგარი მთლიანად ანტინაწილაკებისგან, სინთეზირებული იქნა 1965 წელს ანტიდეიტრონი. შემდეგ მიიღეს კიდევ უფრო მძიმე ანტიბირთვებიც. 1995 წელს ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში, CERN-ი, ანტიწყალბადის ბირთვი იქნა სინთეზირებული, შემდგარი მთლიანად პოზიტრონებისა და ანტიპროტონებისგან. 2010 წელს ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრის ფიზიკოსებმა შექმნეს ნეიტრალური ანტიწყალბადის რამდენიმე ატომი და შეძლეს მათი მცირეხნით შეკავება მაგნიტურ დამჭერში. ადრე იმის მიუხედავად, რომ მეცნიერები ქმნიდნენ ანტიმატერიას, მაინც ვერ ახერხებდნენ მის კვლევას, რადგან ანტიწყალბადი ძალიან სწრაფად ანიჰილირდება ჩვეულებრივ მატერიასთან შეხებისთანავე. ამჯერად კვლევარებმა შეძლეს საკმაოდ ნელი, ცივი ანტიატომების მიღება, ისე რომ ატომები 0.1-დან 0.2 წამით შეაყოვნეს, ეგრეთ წოდებულ მაგნიტურ ბოთლში. ანტიპროტონების მწარმოებელი ფაბრიკები მუშაობს. ანტინაწილაკების გამოყენება დაიწყეს მედიცინაში, მაგალითად პოზიტრონული ტომოგრაფია, პროტონული ქირურგია. საბოლოოდ ამაჩქარებელმა ტექნიკამ მიაღწია დონეს, რომელიც საჭირო იყო ნამდვილი ანტინივთიერების მისაღებად. ანუ უნდა მომხდარიყო ანტიელექტრონების, პოზიტრონების მიერთება ანტიბირთვთან, ანუ ანტიპროტონებთან და მიღებული ანტიატომის კვლევა. პირველ რიგში საინტერესოა ასეთი ატომის გამოსხივების სპექტრი. თუ აღმოჩნდა, რომ ანტიწყალბადი ცოტათი მაინც განსხვავდება წყალბადისგან, მაშინ სამყაროში ნივთიერება ანტინივთიერების ასიმეტრიულ გავრცელების საიდუმლოს აიხდებოდა ფარდა.
ამავე დროს ანტინივთიერება შეიძლება ყოფილიყო ანტი ყველანაირი გაგებით. ანუ შეიძლება ჰქონოდა ანტიგრავიტაციული თვისება, უარყოფითი მასა და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ თუ უარყოფით მასას ნიუტონის კანონებში შევიდანთ, მივიღებთ პარადოქსულ შედეგებს. მიზიდულობის კანონი გადაიქცევა მასისა და ანტიმასის განზიდულობის კანონად. მექანიკის კანონები კი სრულ უაზრობად. თუმცა ამ პარადოქსის ამოხსნა შესაძლებელია. ნიუტონის კანონები ემყარება გრავიტაციული მასის ეკვივალენტობას, რომელიც მსოფლიო მიზიდულობის კანონში დევს. ასევე ინერციულობის პრინციპებს მექანიკის კანონებიდან გამომდინარე. ეს პრინციპი არ არის დამტკიცებული, უბრალოდ არ არის ნაპოვნი მტკიცებულება მის არამართებულობაზე. აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, გრავიტაცია არა მხოლოდ ძალაა, არამედ დრო-სივრცის დეფორმაცია, მისი გეომეტრია. მაგალითად, თუ სინათლის სხივი ვარსკვლავის მახლობლად მოძრაობს, მაშინ ის ვარსკვლავისკენ გადაიხრება. ანუ, მასა ახდეს დრო-სივრცის დეფორმაციას შეკუმშვით. ანტივარსკვლავის არსებობის შემთხვევაში მოხდებოდა დეფორმაცია გაფართოებით და სხივი ვარსკვლავიდან განიზიდებოდა. ანტიმატერიის ანტიგრავიტაციით აიხსნებოდა პირველის გაქრობა ხილული სამყაროს ფარგლებიდან. გრავიტაციულმა ძალებმა ის უბრალოდ გააძევა მატერიიდან ძალიან შორს. აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევაში ანტინაწილაკის მასის ნიშნის პლუსის ან მინუსის დადგენა შეუძლებელია იქამდე, სანამ გაურკვეველია მათი ურთიერთქმედების ნიშანი დედამიწის მიზიდულობის ძალის მიმართ. ანუ სანამ არ დადგინდება განიზიდება თუ მიიზიდება. ეს კი მხოლოდ ნეიტრალური ატომის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. ნაწილაკზე მოქმედი გაცილებით ძლიერი ელექტრული და მაგნიტური ველი მასზე მოქმედ სუსტ გრავიტაციულ ძალას ფარავს. CERN-სა და ტევატრონზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში ასეთი ნაწილაკები თითქმის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობენ და უზუსტესი გაზომვების ჩატარება შეუძლებელია. ამასობაში CERN-ის ძველი ამაჩქარებელი გამოვიდა მწყობრიდან. მხოლოდ 2002 წელს მოხდა სამუშაოების გაგრძელება და პირველი ანტიწყალბადის ნელი ატომების მიღება. თუმცა, ამ ნაწილაკებზე ექსპერიმენტების ჩატარებაც შეუძლებელია. ისინი ძალიან სწრაფად ანიჰილირდება, ანუ ნადგურდება. საჭირო იყო კარგი მაგნიტური ხაფანგი, რომელიც ანტიატომებს ვაკუუმში დაიჭერდა. აქ კი მკვლევარებს სერიოზული პრობლემა ექმნებოდათ. ანტიწყალბადის ატომების შესაკავებლად მაგნიტური დამჭერი მათ მაგნიტურ თვისებებს იყენებს. კადრში ნაჩვენებია დამჭერის ცენტრალური ნაწილი. ფიზიკოსებს მოუწიათ 10 მილიონი ანტიპროტონისა და 700 მილიონი პოზიტრონის, ანუ ელექტრონის ანტინაწილაკის შექმნა. მათი ურთიერთქმედებით წარმოიქმნა ათასობით ანტიწყალბადის ატომი. უმრავლესობამ მომენტალურად დატოვა მაგნიტური ბოთლი და ანიჰილირდა. მხოლოდ 38 მათგანი შეყომდა მაგნიტური ველების ქსელში იმდენ ხანს, რამდენის შესაძლებას ხდიდა მათზე რაიმე გაზომვების ჩატარებას. მეცნიერები გეგმავენ გაიღრმაონ გამოცდილება ანტიმატერიის მიღებასა და მის დიდხანს დაჭერაში, მაგნიტურ ხაფანგში. ანტიწყალბადის კვლევით ფიზიკოსები ცდილობენ ამოხსნან ამოცანა ასიმეტრიისა მატერიასა და ანტიმატერიას შორის. მათი იდუმალი დისბალანსის სამყაროში დიდი აფეთქების მერე მატერიასა და ანტიმატერიას შორის თანაფარდობა დაირღვა. რის გამოც სამყარო არსებობს მატერიის სახით, ანტიმატერიის უმნიშვნელო რაოდენობით. კოსმოსის სიღრმეებიდან თამზე გამუდმებით გვაწვიმს მაღალი სიჩქარის კოსმოსური გამოსხივება. მათ შორის არის მცირე ოდენობით ანტიმატერიის ნაწილაკები, რომლებსაც პოზიტრონებს უწოდებენ. ასტრონომთა აზრით, დედამიწაზე ეს ანტიელექტრონები პულსარების წყალობით ცვივა, მაგრამ არის ერთი უცნაური მომენტი. ეს ნაწილაკები ჩვენკენ იმაზე დიდი ოდენობით მოდის, ვიდრე უნდა მოდიოდეს. თუმცა ამჯერად ახალი კვლევის შედეგად შეიძლება ეს უცნაურობა საბოლოოდ ამოვხსნათ. კოსმოსური სხივები უკიდურესად ჩქარი ნაწილაკებია, რადგან ისინი კოსმოსიდან მაღალი ენერგიების მიერაა გამოგდებული. ანუ სუპერჩქარი ნაწილაკების მცირე პროცენტს შეადგენს პოზიტრონები, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებით არავინ იცის, სად ან როგორაა ისინი წარმოქმნილი. ყველაფერი უფრო დამაბნეველი გახდა 2008 წელს, როდესაც დედამიწის ორბიტაზე მოძრავმა ზონდმა პამელამ დააფიქსირა, რომ ჩვენს კოსმოსურ კუთხემდე იმაზე მეტი პოზიტრონი აღწევდა, ვიდრე გვეგონა. ფართო საერთაშორისო ჯგუფმა ანალიზი ჩაუტარა მექსიკაში, ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე განთავსებულ ვატერჩერენკოვის ობსერვატორიის ჰოუკის მიერ ბოლო ხანებში შეგროვილ მონაცემებს.
მათი მიზანი იყო შეემოწმებინათ ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ჭარბი ანტიმატერია შესაძლოა გათქვებილი იყოს ისეთი მძლავრი ობიექტების მიერ, როგორიცაა პულსარები. პულსარები ნეიტრონული ვარსკვლავებია, რომლებიც თავიანთ სუპერმძლავრი მაგნიტური ველით ანაწილებენ და ნაკადის სახეს აძლევენ დამუხტულ ნაწილაკებს. სახელი პულსარი ეწოდათ იმ ნაკადის გამო, რომელიც მათი მოძრაობისას წრეს შემოწერს, რაც დედამიწიდან მტკიცე, სწრაფად პულსირებადი სინათლის სახით ჩანს. როდესაც ეს ნაკადი გაჰკრავს გარშემორტყმულ მტვერსა და გაზებს, მოქმედებს ნაწილაკების გიგანტური აქსელერატორის სახით. ერთად დღვებს ნაწილაკებს და ენერგიისგან წარმოქმნის ახალი სახის მატერიას. ელექტრონებისა და მათი ორეულობის ანტიმატერიის ამოჟლეტის ფონზე შესაძლებელია გაჩნდეს მათი ტყუპები, რომლებიც დაუყოვნებლივ უკან გაითბიფება, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი შოკური ტალღების შედეგად. ყველა ვარიანტში ეს მხოლოდ თეორიაა. შესაბამისად, როდესაც ჰოუკის ობსერვატორიამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ასეული სინათლის წლის მანძილზე ორი პულსარი დააფიქსირა ამ ენერგეტიკული პოზიტრონების შესასწავლად, ნამდვილად ბრწყინვალე შანსი გაჩნდა ჰიპოთეზის შესამოწმებლად. ჰოუკის ობსერვატორიის დეტექტორებმა სხვა გამოსხივებებს შორის ჩაიწერა ელექტრონთა გარკვეული პოპულაციის ელექტრონთა გამოგამოსხივებაც. ელექტრონები წარმოქმნილი და აჩქარებული იყო პულსართა უზარმაზარი ენერგიებით. ამბობს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკოსი ფრანსისკო სალესა გრეუსი. 17 თვის განმავლობაში მონაცემების შეგროვებისა და მათი ანალიზის შემდეგ კვლევრებმა დაადგინეს, რომ უკიდურესად მაღალი ენერგიის მქონე ზოგიერთ პოზიტრონზე პასუხისმგებელი იყვნენ პულსარები, მაგრამ ციფრები ჯერ კიდევ გაცილებით მცირე იყო, რათა ყველა მათგანი აიხსნა. ერთ-ერთი ახსნის მიხედვით, ჩვენამდე მოღწეულ პოზიტრონებზე პასუხისმგებელია ბნელი მატერიის მასიური ნაწილაკების დაშლა. მაცდური იდეაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ უნდა გაგვიყვანოს იმ გზაზე, რომელიც ნათეს მოვფენს სამყაროს მასის მეოთხედის შემადგენელ აჩრდილისებრ მატერიას და ბოლოს და ბოლოს შევძლებთ დავიწყოთ მისი სხვა მახასიათებლების შესწავლა. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ერთი ჰიპოთეზის სიკვდილი არ გახლავთ მეორის გაძლიერების პირდაპირ მტკიცებულება. ბნელი მატერიისა და უკიდურესად სწრაფი პოზიტრონების საიდუმლო კვლავ საიდუმლოდ რჩება. ყველაფრის მიუხედავად ანტიმატერია ფანტაზია კი არა, სრული რეალობაა და მისი არსებობა როგორც ფილოსოფიურად და თეორიულად, ისე ექსპერიმენტულადაა დამტკიცებული. თანაც არაერთხელ. ანტიმატერია ატომის ყველაზე მარტივი ფორმაა და შედგება ერთი პროტონისგან და ერთი ელექტრონისგან. ამაზე საუბარი ეპიზოდის დასაწყისში უნდა დამეწყო, მაგრამ ახლაც არ არის გვიან ვახსენო. საიდან წამოვიდა ანტიმატერიის არსებობის დაშვების საკითხი? 1936 წელს, 31 წლის ასაკში კარლ დეივიდ ანდერსონი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი, მას შემდეგ, რაც მან ანტიმატერია აღმოაჩინა ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს. ერთი შეხედვით, ანტიმატერია არის ჩვეულებრივი მატერიის საპირისპირო მახასიათებლების მქონე მატერია. ის არის მატერიის ტიპი, რომელიც შედგება ანტინაწილაკებისგან, რომლებსაც იგივე მასა აქვთ, რაც მათ შესაბამის ნაწილაკებს, მაგრამ საპირისპირო მუხტი. ის სამყაროში ჩვეულებრივ მატერიაზე ბევრად ნაკლებია, ძალიან მცირე რაოდენობითაა. ცერნის ექსპერიმენტმაც დაამტკიცა, რომ თუ ნაწილაკი შეეჯახება ანტინაწილაკს, ეს ანიჰილაციით დასრულდება, ანუ ორივე მათგანი განადგურდება, რა პროცესშიც ენერგია გამოიყოფა. ანტიმატერიას აქვს წარმოუდგენლად მაღალი ენერგიის სიმკვრივე. ფუნტი ფუნტზე ანტიმატერიის რეაქციებს შეუძლია გამოათავისუფლოს ბევრად მეტი ენერგია, ვიდრე ჩვეულებრივ ქიმიურ რეაქციებს, რაც მას კოსმოსში გადაადგილებისა და ენერგიის წარმოების ინტერესებისათვის გამოსაყენებელ თეორიულ კანდიდატად აქცევს. ანტიმატერიის წარმოება და შენახვა უბრალოდ ძალიან ძნელია, ვინაიდან ჩვეულებრივ მატერიასთან შეხებისას ნადგურდება ამ მატერიასთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნე. ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ანტიმატერიის გადატანა-გადმოტანა გამოყენების პრობლემა მოხსნილია. რეალურად კი სრულიად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ანტინივთიერების უკვე არსებული დამჭერი მოწყობილობები სტაციონალური კონსტრუქციებია, რომელთაც ანტინაწილაკების მთლიანობის შენარჩუნება ძალიან მცირე დროით შეუძლიათ. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციისთვის, CERN-ისთვის კი მობილური დამჭერების შექმნა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, რომელთაც საშუალებით ერთი ლაბორატორიიდან მეორეში ანტიმატერიის გადატანა იქნება შესაძლებელი. სწორედ ასეთი მოწყობილობის საცდელი ნიმუშის შექმნაზე დაიწყეს CERN-ის მეცნიერებმა მუშაობა.
აღნიშნავ, რომ ერთ-ერთი მთავარი კოსმოლოგიური გამოცანა სწორედ ანტიმატერიას უკავშირდება. ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელის მიხედვით, დიდი აფეთქების მომენტში მატერია და ანტიმატერია ერთნაირი რაოდენობით უნდა გაჩენილიყო. მართლაც ასე რომ ყოფილიყო ეს ნაწილაკები ერთმანეთს გაანადგურებდა. ამავე დროს ჩვენთვის დამზერად სამყაროში არსებული ყველა კოსმოსური ობიექტი ჩვეულებრივი მატერიისგან შედგება. ანტიმატერია კი მხოლოდ მაღალ ენერგიულ კოსმოსურ კატაკლიზმებში ჩნდება, ისიც ძალიან მცირე ხნით. ახლა ფიზიკოსები ცდილობენ შეისწავლონ ანტიმატერიის მათთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ფორმა. ანტიპროტონები, რომლებიც პრაქტიკულად იდენტურია ჩვეულებრივი პროტონისა, გარდა საპირისპირო ელექტრული მუხტისა და მცირედი განსხვავებებისა, რომლებიც მხოლოდ კვანტურ დონეზე ვლინდება. ანტიპროტონების შესასწავლად არც ასეთი გაცივებაა საკმარისი. ამიტომ მოწყობილობით სახელად ექსტრა დაბალი ენერგიის ანტიპროტონი ელენა, მათი ენერგია 90 კილო ელექტრონ ვოლტამდე დაიყვანება. ასეთი მიდგომა მუშაობს, მაგრამ პროცესში იმდენი ანტიპროტონი ნადგურდება, რომ 1 ნანოგრამი მასის მისაღწევად 1000 წელი იქნებოდა საჭირო. სამწუხაროდ, ანტიპროტონების წარმოებაში კიდევ ერთი დიდი პრობლემა არსებობს, რომელიც უკვე გაცივებული და გამოჭერილი ანტიპროტონების შესწავლას ეხება. მიღების ადგილზე მათი კვლევა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ეს ლაბორატორია ძლიერი ელექტრომაგნიტური ველებით არის დატვირთული. თუ ამ ნაწილაკების შესწავლა გვინდა, ისინი მაგნიტურ ხაფანგში უნდა მოვათავსოთ და საჭირო პირობების მქონე კვლევით ლაბორატორიაში გადავიტანოთ. მას სად არის ის პირველადი ანტიმატერია? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კაცობრიობას უამრავ ახალ ცოდნას მისცემს სამყაროს სტრუქტურის, მისი ევოლუციისა და სხვა საკითხების შესახებ. ამჟამად მეცნიერები პრაქტიკული გამოყენებისათვის ანტიმატერიის წარმოების და შენახვის გზებს იკვლევენ. კოსმოსურ სხივებს და მაღალი ენერგიის ასტროფიზიკურ პროცესებს შეუძლია წარმოქმნას ანტიმატერია ბუნებრივად და ამ ნაწილაკების აღმოჩენის შესაძლებლობა კოსმოსურ ობსერვატორიებს გააჩნია კიდეც. ღია საკითხად და უპასუხოდ რჩება კითხვა: რატომაა რომ სამყაროში ანტიმატერია ბევრად ნაკლებია ვიდრე მატერია? ანტიმატერიის შემდგომმა შესწავლამ შესაძლოა საინტერესო აღმოჩენებამდე და ტექნოლოგიურ მიღწევებამდე მიგვიყვანოს. სამუშაო კი ასტროფიზიკოსებს ძალიან ბევრი აქვთ. ამ და სხვა კოსმოლოგიურ საკითხებზე საუბარსა და მსჯელობას კოდის პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი мотивაციით გავაგრძელებ მომავალში. თუ ჩემი არხის გამომწერები გახდებით. მოგმართავთ რეგულარული მაყურებლის იმ 60%-ს, ვინც ჯერ კიდევ მხოლოდ მიყურებთ და არხს არ იწერთ. გთხოვთ გამოიჩინოთ მეტი ემპათია და გამოიწეროთ არხი, რომელიც აგერ უკვე ამდენი წელია არაერთი საინტერესო ინფორმაციით გამარაგებთ. მადლობა და შეხვედრამდე.